მოგესალმებით ჩინეთის დიდი კედლიდან. კიდევ ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრებიდან კიდევ ერთ-ერთზე ფეხი დავდგი. ვლოგში გაჩვენებთ, როგორ მოხვდეთ აქ და დეტალურად დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. აბა ჩაუჯექით. დილით ადრე ავდექი და გამოვიძახე ტაქსი. დიდი, ასე ქვია ადგილობრივი ტაქსის აპლიკაციას, რომელსაც ჩინეთში მოგზაურობისას სულ ვიყენებდი და კმაყოფილიც ვიყავი. გზად ცოტა ქალაქის კადრები ავიღე და საოცრად გაოცებული დავრჩი თუ როგორი სიმწვანეა გარეუბნებშიც კი. ცოტა მოგვიანებით უფრო ვრცლად გეტყვით ამის შესახებ, მაგრამ ახლა უცებ მოკლედ გეტყვით, რომ ჩინეთის დიდ კედელს სხვადასხვა მონაკვეთები აქვს. მე მივდივარ მუტიაინის ნაწილისკენ, პეკინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. მანქანის საშუალოდ საათი-საათნახევარი სჭირდება მგზავრობა, თუმცა ჩვენ საცობში ბევრგან აღმოჩნდით და ჯამში 2 საათნახევარი დაგვჭირდა მისასვლელად. გზავრობა ერთი გზა $35 დამიჯდა. ჩინეთის კედელზე მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსითაც არის შესაძლებელი, თუმცა როგორც გავარკვიე, რამდენიმე გადაჯდომა მიწევდა, ასევე ავტობუსი ყველა გაჩერებაზე აჩერებს და მოკლედ დიდი წვალებაა. ნამდვილად არ მღერდა, ასე რომ ტაქსი ვამჯობინე. მიუხედავად გზად საცობებისა, ძალიან კომფორტულად ვიმგზავრე. აი ეს იყო ჩვენი ტაქსი და ზუსტად შესასვლელთან ჩამოგვსვა. ასეთი გარემო დამხვდა. წავედით ბილეთები ვიყიდოთ. მოკლედ, ჩინეთის კედელზე შესასვლელად იხდით სხვადასხვა ტიპის გადასახადს. შესვლის საფასური, შატლის ტრანსფერი საბაგირომდე ან გონდოლამდე, უშუალოდ კედლის ძირში მდებარეობს გონდოლის ან საბაგირო საფასური და შემდეგ უკან ტობოგანით დასრიალება. ან თუ სურვილი გაქვთ, ისევ გონდოლა საბაგიროთი ჩამოსვლა, მაგრამ ტობოგანზე უარს ვინ იტყვის. მოკლედ, შესვლა შატლის, საბაგირო და ტობოგანი ჯამში $40 დამიჯდა ერთი ადამიანი. სანამ ავტობუსამდე მიხვალთ, გზად უამრავ სუვენირების მაღაზიებს, მარკეტებს და კვების ობიექტებს შეხვდებით. ძალიან ფერადი და ლამაზია აქაურობა. სიმართლე გითხრათ, ასეთ გარემოს ნამდვილად არ ველოდი. აი ასეთი ავტობუსებით მიყავხართ უშუალოდ კედლის ასასვლელამდე. ფეხითაც შეგიძლიათ აქედან წახვიდეთ, თუ ლაშქრობის მოყვარული ხართ და ფიზიკურად შეძლებთ, თუმცა საკმაოდ ბევრი ვიარეთ და თან აღმართებით ავტობუსით. ზემოთ კედელზეც ბევრია სასიარულო და მე ფეხით არ გავრისკავდი. აი აქედან კი უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთის დიდი კედლის ტური იწყება. ჩინეთის დიდი კედლის მუტიანიუს ნაწილი 22 საგუშაგო კოშკისაგან შედგება და 5 კილომეტრი სიგრძისაა. აქედან ტურისტებისთვის მხოლოდ 3 კილომეტრია აღდგენილი, რომელსაც 20 საგუშაგო კოშკი აქვს. როგორც უკვე გითხარით, კედელზე ასასვლელად ორი ვარიანტია: გონდოლა და საბაგირო. მოდი რუკასაც მოვიშველიებ მარტივად, რომ აღიქვათ სიტუაცია. გონდოლა ადის მე-14 კოშკზე, საბაგირო კი მე-6 კოშკზე. ასევე მე-6 კოშკზეა ტობოგანი, სასრიალო, რომელთაც ვაპირებ უკან ჩამოსრიალებას. მე გადავწყვიტე, რომ ავიდე მე-14 კოშკზე გონდოლით, ფეხით დავუყვე კედელს მე-6 კოშკამდე და შემდეგ ჩამოსრიალდე. მოკლედ, ასეთია გეგმა. აბა წავედით. გზად, აი ასეთი საოცარი ხედები იშლებოდა ჩინეთის კედელზე. კიდევ მიჭირს დაჯერება თუ სად მივდივარ. სანამ გავიაზრე და რამდენიმე კადრი გადავიღე, უკვე ზემოთ ამოვედით.